ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი რამა შენგელია საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ფეხბურთელი სამოქალაქო პანიშვილის სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა. სამძებნის გამოსახატად ვეტერანი ფეხბურთელები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. ცნობილი თავდამსხმელი ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი წლების განმავლობაში თამაშობდა ქუთაისის „ორბელოსა“ და თბილისის „დინამოში“. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებულ 26 შეხვედრაში გატანილი ჰქონდა 10 გოლი. ევროტურნირებზე ნათამაშებ 37 შეხვედრაში კი 19 გოლი. რამა შენგელია იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ასევე საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული, UEFA საერთაშორისო თასის მფლობელი და საბჭოთა კავშირის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი. როგორც ფეხბურთელი იყო ლეგენდა, მე ვფიქრობ, თითზე ჩამოსაფრული ადამიანები არიან, ისეთი ადამიანები როგორც რამაზი, ისეთი სპორტსმენები, რომლებმაც ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც შექმნეს ქართული ფეხბურთის ისტორია და ერთ-ერთი მათგანი იყო რამაზი. უჭერესი, უძლიერესი და უკეთილშობილესი ადამიანი. სამწუხაროა, რომ ესე ადრე გავტოვა მან და სრულიად საქართველოსთვის ეს იყო დიდი განაკლისი. თავდაბალი, ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი, ძალიან მოსიყვარულე და ძალიან დიდი ფეხბურთელი. მაგის საფეხბურთო რეგალიები ალბათ ახლა ზედმეტი ამის ჩამოთვლა. პიროვნულად რამა შენგელია იყო არაჩვეულებრივი ადამიანი. მართლაც უფროს უმცროსობაში, არ ვიცი, მაგალითის მომცემი ძალიან თავდაბალი და წესიერი კაცი.